მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც გახლავთ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურა, რომლის კარიერაც სავსეა როგორც მნიშვნელოვანი მიღწევებით, ასევე მწვავე კრიტიკითა და პოლიტიკური ბატალიებით. ამ ვიდეოში ჩვენ მიმოვიხილავთ მის გზას კერძო სექტორიდან ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებამდე, მის განათლებას, პოლიტიკურ მიღწევებსა და დღევანდელ ლაფში ამგსვრილ სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 იუნის თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მიიღო, სადაც მაგისტრის ხარისხი 2005 წელს მოიპოვა. სტუდენტობის წლებში 2002-2004 წლებში სწავლა გააგრძელა საფრანგეთში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ეს პერიოდი მისთვის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. პოლიტიკაში მოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილის კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და მის კომპანიებთან. 2004 წლიდან იგი მუშაობდა ქართულ ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე და მალევე დაიმკვიდრა თავი როგორც ივანიშვილის სანდო პირი. ეს ურთიერთობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი შემდგომი პოლიტიკური კარიერისთვის. 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები იწყებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროცესების ერთ-ერთ ეპიცენტრში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ღარიბაშვილი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი პირველი პრემიერობის პერიოდში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება. ამ პერიოდში ასევე განხორციელდა არაერთი სოციალური და ეკონომიკური პროგრამა, თუმცა მისი მმართველობა არ იყო კრიტიკის გარეშე. ოპონენტები მას ხშირად აკრიტიკებდნენ არაფორმალური მმართველობისა და ივანიშვილის გავლენის ქვეშ ყოფნის გამო. 2015 წლის დეკემბერში მან მოულოდნელად დატოვა თანამდებობა. პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ღარიბაშვილი დროებით ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას, თუმცა 2019 წელს ის კვლავ დაბრუნდა და ჯერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი ქართული ოცნების პოლიტიკურ მიდინის თანამდებობა დაიკავა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. მისი მეორე პრემიერობა ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, რომელიც ხასიათდებოდა პოლიტიკური პოლარიზებით, პანდემიითა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებით. ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ითვლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება 2022 წელს. 2024 წლის იანვარში მან კვლავ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ რჩება ქართული პოლიტიკის ცენტრში. 2024 წლის 1 თებერვალს ის პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს პოზიცია მას მართველი პარტიის პოლიტიკური კურსის განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება ღარიბაშვილის უახლეს კორუფციულ ბრალდებას, როგორც ჩანს, თავადაც არ უარყოფს კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობას. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა $7 მილიონ მეტი ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, მაჯის საათები და ასე შემდეგ. გარდა ამისა ამოიღეს $1 მილიონ მეტი ოდენობის თანხა. ღარიბაშვილი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ბიუჯეტიდან 1 თეთრსაც არ იღებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მე მაქვს მალობა ღმერთს შეძლებული ოჯახი. მე არასოდეს არ ვიყავ გაჭრილი. ჩხრეკის ჩატარების მოტივი უცნობია, თუმცა ნათელია, რომ ამ ყველაფერში ოლიგარქის ხელი ურევია. არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი და ვისი თაღლითობა გამოაშკარავდება. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.